სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არც დაიყოს. დღეს ჩვენ სახარებიდან წავიკითხეთ იგავი მდიდარ მოსავალზე. იყო ვინმე მდიდარი კაცი, რომელმაც დიდი მოსავალი მიიღო, ძალიან მდიდარი მოსავალი მიიღო და გახარებული და დაღლილი ძილის წინ ფიქრობს რა გავაკეთო. აი რა ვიღო და მისი ფიქრების მიმართულება არის სრულებით არასწორი. იგი ფიქრობს როგორ დააბინაოს ეს მოსავალი, დაანგრიოს ძველი საცავები, ააშენოს ახალი საცავები და უთხრას თავის თავს. იხარებდი სულო. ეხა ყველაფერი გაქვს და იყავი ბედნიერი. ეს არის შეცდომა. ეს არის შეცდომა ნებისმიერი თვალსაზრისით. თუნდაც მიწიერი თვალსაზრისით ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ ნებისმიერმა საქმოსანმა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც საქმით არის დაკავებული, ძალიან კარგად იცის, რომ როგორც კი იგი მიიღებს შემოსავალს, აუცილებლად ეს შემოსავალი მთლიანად თუ არა დიდი ნაწილი მაინც უნდა დააბანდოს საქმეში, რომ იგი გაფართოვდეს და განვითარდეს. და ის რომ შემოსავალი მიიღო, დააბინაო და მერე დაიწყო ამისი გამოყენება, ეს არის სრულებით წარუმატებელი საქმიანობა მიწიერი თვალსაზრისით. ერთი კი ამ დიდარ ადამიანს ეუბნება, უფრო მეც კიდე რომ უბედურო. დღეს შენი სული უნდა წაიყვანო. დღეს შენ ამაღამ მოკვდები. და ამაზე კიდე ხო საერთოდ არავინ არ ფიქრობს, რომ შეიძლება ადამიანი მოკვდეს. და ვიღაც დარჩება შენი აშენებული სახლები და აშენებული საწყობები. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? ადამიანმა ამ სახარებისეულ იგავში მაგალითად ესეთი შეკითხვა არსებობს, რა უნდა ეკნა ამ კაცს? მიიღო ეს ამხელა მოსავალი. რა უნდა ქნას? აუცილებლად უნდა დააბანდოს თავის საქმიანობაში, ოღონდ რა არის მისი საქმიანობა? აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს მორწმუნე. და ადამიანმა ყველა სიკეთე, რასაც მიიღებს, ისე ღმერთს უნდა დაუბრუნოს უკან. რომ ასილად მოიგოს, იმიტომ რომ სახარებაში წერია, რომ რასაც შენი სახელით გასცე, ასილად მიიღებ აქვე და მერმე კიდე ცხოვრება საუკუნე. აი ეს ადამიანი ამაზე არ ფიქრობდა. ჩვენ არა ვართ ესეთი მდიდარი ადამიანები, თუმცა მე გამიგია, მე მყავს ყოლია ესეთი შემთხვევები მქონია, რომ აი დიდი მოსავალი მოსულა პურის მაგალითად კახეთში, ან ზესუნზირის და შესაბამისად ზეთის. აი ხდება ხოლმე ეს დღესაც ხდება ხოლმე, მაგრამ აქ თავარი მაინც სხვა რამეა. თავარი ის არის, რომ შენ როდესაც ღებულობ სიკეთეს, პირველი უნდა დასვა შეკითხვა, რატომ მოხდა ეს? საიდან მიიღე შენ ამდენი? ამ კაცმა რომ მოსავალი მიიღო, დიდარი მოსავალი. როგორ მოხდა ეს? როგორ მოხდა და ღმერთმა გამოსცა მოუწყო. ღმერთმა მისცა ეს. და თუ ეს ადამიანი ამ მოსავალს სწორად გაანაწილებდა, კიდე უფრო მეც მისცემდა, ეს არის ჩვენი სარწმუნოება. და ის კიდე ამაზე არ ფიქრობს, რომ ღმერთმა მისცა ეს. თუ ის იფიქრებდა, რომ ღმერთმა მისცა ეს მოსავალი, მაშინ შემდეგ შეკითხვას დასვამდა, რატომ მისცა მას ღმერთმა? იმიტომ მისცა ღმერთმა, რომ სხვას მისცეს. ღმერთსგან არ შეუძლია, რომ სხვასაც მისცეს. შეუძლია, მაგრამ როცა ერთ ადამიანს აძლევს ამდენს, იმიტომ აძლევს, რომ ამ ადამიანმა მისცეს სხვას და მათ შორის იყოს სიყვარული. აი ეს მოწყალების საქმე აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან, იმასაც, ვინც ღებულობს და იმასაც, ვინც გასცემს, კიდევ უფრო მეტად. როდესაც ადამიანი გასცემს, მას უჩნდება სხვა ადამიანების მიმართ სიყვარული. აი ეს არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლებოდა აი ამ მოსავლისგან ამას სიკეთე მიიღო და აი ამაზე თქვა მან უარი. მოკვდა თუ არა ის კაცი იმ ღამეს, ეს არ არის მთავარი. მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ როდესაც
ადამიანი ღებულობს სიკეთეს, დაფიქრდეს იმ წუთშივე. აი ვინ გაახაროს კიდე ამ თავისი მიღებული ეს იქნება მატერიალური სიკეთე თუ ეს იქნება სულიერი სიკეთე. რატო ვამბობთ ესე, საიდან ვიცით? იმიტომ რომ ეს სახარებისეული იგავი ესე მთავრდება. უფალი ამბობს, თვითონ იესო ქრისტე მოყვა ეს იგავი. რომ ესე არის ყველა იმ ადამიანის ბედი, რომელიც თავისთვის საკუთარ თავს უგროვებს და არა ღვთისა მიერ გამდიდრდება. ანუ ადამიანმა უნდა თავისთვის კი არა აგროვოს, არამედ ღვთის მიერ უნდა გამდიდრდეს ეს ადამიანი. აი ეს არის დღევანდელი სახარებისეული იგავი და ჩვენს ღმერთმა მოგწეს ამისი უნარი, რომ როგორც კი რაიმე სიკეთეს მივიღებთ, როგორც კი რაიმე სიხარულს მივიღებთ, აუცილებლად გაუნაწილოთ სხვა ადამიანებს. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს არს დაიგოს.